დავიწყოთ აპეტაიზერით, ხო? სანამ ვახო გრილზე დაბრაწავს პურს, აქ მაქვს მაიონეზი და თინუსი, დაკონსერვებული თინუსი. პური რომ მოუბრაწოთ, ზეითუნისზეც წაусმევ ზემოდან. შეიძლება მომზადეს ნებისმიერი პურისგან, ბაგეტისგან, წაусმევ ორივე მხრიდან. ერთმანეთში უნდა აურიოთ და გრილზე ესე სათანადოდ მოუბრაწავ. დიდი ნაჭრები უნდა იყოს პურის, ესე თხლად დაჭრილი, რომ ლამაზად და გემრიელად დალაგდეს ზემოდან ყველანაირი შიგ თავსი, რომელსაც მოვამზადებთ. ეხლა ამ შემთხვევაში გვაქვს თინუსი. საერთოდ თინუსის და კვერცხის კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ფრანგულ სამზარეულოში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ტარტინებიც აი ზუსტად აი ამ სტილში ეს სტილი დავიცვათ და დავასრულოთ ბოლომდე ზუსტად ფრანგულად. მე ამასობაში დროს არ დავკარგავ და ბულგარულებს მოუბრაწავ. კარგი, ცოტა მწვანე ხახვი მინდა. ორი ღერო. საკმარისია. მწვანე ხახვიც უნდა შეურიოთ თვითონ თინუსის ფარში. გადავიტანოთ და ამოურიოთ. ძირითადი მასა ფარშის, ასე ვთქვათ, მზად არის. პური მოიბრაწება თუ არა, ზემოდან კარგად დავალაგოთ. მართლა ცოტა შებოლილი, ცოტა ესე ცეცხლის გემო ეძლევა ბულგარულს. აბა, ნახოთ პური. აუ, რა კაია. გინდა ამ პატარა სუფ გავარჩევ. მოდი. ახლა კარგად დაიბრაცა. ხო, ეხლა კანი უნდა მოხსნათ. როგორც შეგვიძლია, ისე აუცილებელი არ არის, თქვათ, ბოლომდე რომ გავწმინდოთ. ერთი ცალი მზად არის, მოვაჭრათ ეს ზედა ნაწილი, რომელიც არ გვჭირდება. გადავჭრი ორად. თან რბილია ბულგარული, თანაც ბოლომდე შემწვარი რო არ არის, ის სასიამოვნო პირველ ყოფილი, ანუ გემო რაც აქვს ბულგარულს, კარგად იგრძნობა. ამ პურსაც ეყოფა უკვე გრილს მეორე ბულგარულიც. ამასაც მოხსნათ. წყერის კვერცხი ძალიან უხდება თინუს, თუმცა ჩვეულებრივი კვერცხით შეიძლება, მაგრამ ეს რა ლამაზია. და სხვათა შორის ამბობენ, რომ ერთი პატარა მწყერის კვერცხი ბევრად უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე მოზრდილი ქათმის კვერცხი. ანუ ეს პატარა პროდუქტი ბევრად უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე დიდი კვერცხი. კარგი, მეც უკვე მზად მაქვს ყველაფერი, ეხლა წამოვიღებ ამ ბულგარულებს შენსკენ და ავაწყოთ. ეს ბულგარული, დაფაზე გადმოვიტანოთ პურები. ნახე, უკვე ძალიან ლამაზი. აი ეს ცენტრში დავადოთ თინუსის ფარში. ეს უნდა მოვამზადო სახში. ხო, თან ნახე, 2 წუთში მზადდება. დილით ეს იქნება არაჩვეულებრივი საუზმე, მიიღებ იმ ყველა ვიტამინს და იმ ყველა ცილას, აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გჭირდება, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს ორგანიზმა. ბულგარული, ანჩოუსი, ანჩოუსის თევზი, რომელიც ასევე საკმაოდ ძაფრი გემოსია. მოკლედ ეს ტარტი არის ძალიან კარგი ძვლებისთვის. კი. თევზი აქვს ორნაირი და თვალებისთვის ხო კიდე? კი, აუცილებლად. პრინციპში ყველა ის ინგრედიენტია, რომელიც წესით ადამიანმა ყოველ დღე უნდა მიიღოს. და კვერცხი. გავჭრათ ხო, გავსინჯოთ. მაინტერესებს. აუ, ნახე რა ლამაზი ნაჭერია. კვერცხი, თინუსი, ანჩოუსი, ბულგარული. დარწმუნებული ვარ, რომ სამაგარი იქნება. ძალიან გემრიელია. თინუსის ტარტინები. დაგჭირდება 2 ნაჭერი თეთრი პური, წყერის კვერცხი 4 ცალი, წითელი ბულგარული 2 ცალი, თინუსი კონსერვირებული 170 გრამი, ანჩოუსი ასევე კონსერვირებული 50 გრამი, 100 გრამი მაიონეზი და მწვანე ხახვი 5 გრამი.